საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ამბობს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებს არ დააკვირდება. ორგანიზაციის თქმით, ქვეყანაში გამართულ თითქმის ყველა არჩევნებს აკვირდებოდნენ და 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ისინი 25 წლიანი ისტორიის განმავლობაში ამას ვერ შეძლებენ. მიზეზი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, პირველ რიგში ის რეპრესიული გარემოა, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქართულ სამოქალაქო სექტორს შეუქმნა. მათი თქმით, რამდენიმე კანონი მიღებულია, რომლებიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის და ჯარიმებითა და სისხლის სამართლის წესით დევნით ემუქრებათ. დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს არის ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს 2 მონიტორინგის ქვეშ. ორგანიზაციის ხელმძღვანელს კი ეგრეთ წოდებული პირბადეების საქმის გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იბარებენ, რაც განსაკუთრებით ძიმე დანაშაულების ჩადენის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სამთავრობო მედიის დეზინფორმაციული კამპანიების მუდმივი სამიზნე და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები არიან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამგვარი რეპრესიული გარემო სახიფათო იქნებოდა პოტენციური დამკვირვებლებისთვისაც. შექმნილ სიტუაციაში ისინი სრულიად დაუცველნი დარჩებოდნენ ქართული ოცნების ტიტუშკების, თავდასხმებისა და პროვოკაციების წინაშე, ისევე როგორც მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი სისტემის მიერ მოგონილი ბრალდებებისგან.